ისევ სატრანსპორტო კოლაფსი და პარალიზებული თბილისი დედაქალაქში პიკის საათში გადაადგილება ბოლო დროს განსაკუთრებით გართულებულია როგორც მსუბუქი ავტომობილებით, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტით. მძღოლები და მგზავრები დღის განმავლობაში დაუსრულებელ საცობებში რამდენიმე საათს ატარებენ. დავიწროებული ქუჩები და გაუმართავი საგზაო ინფრასტრუქტურა. მძღოლები კოლაფსის გამომწვევ რამდენიმე მიზეზზე საუბრობენ. კახაკალაძის ოპონენტები კი ამბობენ, რომ სატრანსპორტო რეფორმისთვის დახარჯული 2 მილიარდი ლარის მიუხედავად დედაქალაქში არაფერი შეცვლილა. ჩვენი ჟურნალისტი ნინო გიგაური მუშაობს თემას და უფრო დაწვრილებით გვეტყვის რა ხდება დედაქალაქში მერიის გადაწყვეტილებების შედეგად. დედაქალაქის ქუჩებში გადაადგილება ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად გართულებული არის და თბილისში მცხოვრებლებს არაერთი საათის გატარება უწევთ უსასრულო საცობებში, განსაკუთრებით ეს ხდება პიკის საათში და განსაკუთრებით ცენტრალურ უბნებში, ცენტრალურ გამზირებზე, სადაც განსაკუთრებულად დიდი არის ავტომობილების ნაკადი. მოქალაქეებს ჭირდებათ ფაქტობრივად გაორმაგებული დრო იმისთვის, რომ დანიშნულების ადგილამდე მიაღწიონ სამსახურიდან სახლამდე ან სახლიდან სამსახურამდე მაგალითად. და იმის მიუხედავად, რომ თბილისის მერიის ბიუჯეტიდან არაერთი მილიარდი არის უკვე დახარჯული სხვადასხვა რეფორმების გატარებაში, იმისათვის, რომ მოგვარებულიყო მსგავსი პრობლემები, გამართული ყოფილიყო საზოგადოებრივი ტრანსპორტი და შესაბამისად შემცირებულიყო ავტომობილების ნაკადი. დედაქალაქის მასშტაბით, მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, პრობლემა მოგვარების ნაცვლად ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გამწვავდა და დღეს ჩვენ ჩავწერეთ მძღოლები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ყველა ის რეფორმა, თითქმის რომელიც ბოლო პერიოდში გატარდა, არის არაკომპეტენტურად შესრულებული. სასაცილო კითხვა უკვე დღევანდელი დღეს საშინელება ხდება უბრალოდ დიდითაც აღამოწეს 2 საათი და 10 წუთი ვიდექი დიღმამდე რომ მივსულიყავი აი მონაკვეთში. საშინელება განსაკუთრებით ვაკე საბურთალო არის პარალიზებული ჩვეულებრივად. გუშინ 4 საათი მივდიოდი სახლში ლამის. ჩემი აზრით არაფერი არ ხორციელდება კომპეტენტურად. ვერანაირად ვერ ვახერხებ ვერასდროს თავის დროზე მისვლას. ძალიან ბევრი მანქანებით და კიდევ იმით რომ შევიწროვდა გზები. 3 საათ ნახევარი მინდა დილით და საღამოს სახლში წასვლა წამოსვლა, როცა შაბათსაც მუშაობ და მოვდივარ ზუსტად 18 წუთში. საბურთალოდან. ზოგადად არ არის სწორედ დაგეგმარებული ეს ჩვენი გადაადგილება, ასე ვფიქრობ. თბილისის მერის კახაკალაძის სატრანსპორტო პოლიტიკა და სატრანსპორტო რეფორმა გულისხმობდა გამართულ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, გამართულ მეტროსადგურებს, ავტობუსებსა და სამარშრუტო ტაქსებს, თუმცა ამ მიმართულებით, სამივე მიმართულებით არსებობს დღეს გარკვეული პრობლემები, მაგალითად მეტროსადგურების რეაბილიტაციის და მშენებლობის პროცესი წლობით იყო გაწელილი, ასევე ჯერ კიდევ არ მოძრაობს დედაქალაქში დაპირებული 18 მეტრიანი ავტობუსები, რომელიც კიდევ უფრო მეტ მგზავრს უნდა მოემსახუროს წესით და მგზავრებსაც არაერთი საათი უწევთ ლოდინი სამარშრუტო ტაქსების. კახაკალაძე იშველებს მუდმივად იმ არგუმენტს, რომ ეს რეფორმა ჯერ სრულად არ არის დასრულებული და განხორციელებული და მას შემდეგ რაც დასრულდება ეს რეფორმა, მოგვარდება უკვე ქალაქში პრობლემები და მოქალაქეებსაც აღარ მოუწევთ უსასრულო საცობებში დგომა, თუმცა ჩვენ დედაქალაქში არსებობენ პრივილეგირებული ჯგუფები, რომლებიც ბასლეინების საშუალებით აღწევენ ამ გრძელ საცობებს თავს და რიგით მოქალაქეებზე უფრო ადრე ახერხებენ დანიშნულების ადგილამდე მივიდნენ. ასეთები არიან მაგალითად სამთავრობო ნომრიანი ავტომობილები, ასევე ძალოვან უწყებაში მომუშავე მძღოლები. დღეს კახაკალაძის ოპონენტები ამბობდნენ ასევე, რომ კახაკალაძემ გასა არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი დაპირება, რომელიც არ შეასრულა, მაგალითად ერთ-ერთი ასეთი არის მარშალ გელოვანის სატრანსპორტო კვანძის მოწყობა, რომელსაც უნდა განემუხტა რეალურად ჩვენს დედაქალაქში მოძრაობა. ეს დაპირება ჯერ კიდევ პანდემიამდე პერიოდში გასცა მერმა, თუმცა ამ დრომდე არ შესრულებულა, ასევე უნდა მოწყობილიყო საბაგირო გზა და ასევე უნდა მოწყობილიყო მიწის ზედა მეტრო, რომელიც რუსთავის მიმართულებით იმოძრავებდა. არც ერთი ეს რეფორმა არ შესრულებულა ამ დრომდე და კალაძის ოპონენტები ამბობდნენ, რომ იმ შემთხვევაში თუ ყველა ეს რეფორმა შესრულდებოდა, დედაქალაქში ასეთი სავალალო მდგომარეობა ახლა არ გვექნებოდა. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ამ ხელისუფლებამ თავის მმართველობის 11 წლის თავზე ვერ მოახერხა, რომ აი ამ საცობის პარალელურად შეექმნა გადაადგილების სწრაფი და ეფექტური ალტერნატივა, რომელიც უნდა იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერიის გაცხადებული პოლიტიკა არის სწორი და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება არის თბილისში სატრანსპორტო პრობლემის მოხსნის ერთადერთი ყველაზე ეფექტური გზა, ჩვენ ხედავთ, რომ ამ მიმართულებით ძალიან მძიმე სიტუაცია არის და ის რეფორმა, რომელიც დაანონსეს, ძალიან ბევრი პრობლემით და ხარვეზით მიმდინარეობს. მეტროშია და ჩასვლა
და ჭყლეტვაა თუ ჩახვედი, ავტობუსია და თუ ახვედი, იქაც ჭყლეტვაა და მოდი ძალიან დაგვიანებით. მიკროავტობუსებშიც იგივე ხდება. საცობებზე საერთოდ აღარ ვლაპარაკობთ, იმიტომ რომ ყველა კარგად ხედავთ, რომ თბილისში ქუჩები პრაქტიკულად გაუვალი გახდა. კახიკალაძის არასწორი სატრანსპორტო პოლიტიკის გამო, თუ საერთოდ პოლიტიკა შეიძლება ამას უწოდოთ. სანამ თბილისში არ განხორციელდება საავტომობილო დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები, ეს იქნება ესტაკადები, ხიდები, დამატებითი ხიდები მტკვარზე, მანამდე თბილისში იქნება საცობი. და ეს პროექტები ვერ დაიწყება იქამდე სანამ კალაძე არის ხელისუფლებაში. და ამიტომ ქართული ოცნება, როდესაც წავა ხელისუფლებიდან, ეშველება ზოგადად საქართველოსაც და თბილისსაც. დედაქალაქში ბოლო მონაცემებით დაახლოებით 560,000-მდე ავტომობილი გადაადგილდება და კახა კალაძე ცდილობდა და მისი სატრანსპორტო პოლიტიკის მიხედვით უნდა შემცირებულიყო ამ ავტომობილების მდგომარეობა მის ხარჯზე, რომ უნდა ყოფილიყო გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, თუმცა დღეს მივიღეთ შედეგად ის, რომ არ არის გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მოქალაქეებს ისევ საკუთარი ავტომობილებით უწევთ გადაადგილება, რამაც ჩვენს დედაქალაქში თბილისში შექმნა დაუსრულებელი საცობები.